დევნილთა საცხოვრებელი ობიექტების გაზიფიცირება გრძელდება. გურამიშვილის 70 ნომერში ყოფილ SAC ტრანსმიშენის ბაღაბაღში ბუნებრივი აირის გაყვანა რამდენიმე დღის წინ დასრულდა. შეიცვალა შენობის სახურავის დასრულებული სამუშაოები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისმა ყობა სუბელიანმა დაათვალიერა. მინისმა ერთ-ერთ ოჯახში სიმბოლურად ბუნებრივი აირიც კი აანთო. სუბელიანმა დევნილებს ფართების დაკანონებაც მიულოცა. ბაღის შენობაში ამჟამად აფხაზეთიდან დევნილი 14 ოჯახი ცხოვრობს. დაკანონების პროცესი გრძელდება. თბილისში უკვე სადღაც 12,000-მდე ოჯახზე არის გადაწყვეტილება მიღებული და უკანონდათ მათ ფართები და ისინი უკვე თბილისელები არიან, ისე როგორც ჩვეულებრივი მოსახლეობა, ჩვეულებრივი თბილისის შესაძლებლობებით ისარგებლებენ. ფართები გადმოგვიცა საკუთრებაში, დღეს უკვე ჩვენი საკუთრებაა და აგრეთვე შემოგვიყვანეს ბუნებრივი აირი. ამის საშუალება ჩვენ ადრე არ ქონდა და ეხლა გვაქვს საშუალება მისი რომ გავთვალოთ და დიდ მადლობა ყველაფერისთვის.